მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან სულხმის მადლობა იმის რომ გამოწერეთ ჩემი არხი იმის რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ ვინც არ მიცემთ გაგეცნობით მე ვარ კატო შეგახსენებთ რომ პირადი დიაგნოსტიკისთვის მომწეროთ პირად შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე რომელიც არის მითითებული ვიდეოების ქვემოთ ხოლმე ასევე წმენდებისთვის, აქსესუარებისთვის, დამცავებისთვის და სანთლებისთვის რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, მინდა გავაკეთო ესეთი გაშლა, ცოტა ისეთი უცნაურია, ალბათ. ხშირად ვაკეთებ ხოლმე თქვენი, ანუ პირადი ანგელოზი, რაც გეუბნებათ, ხო, თქვენი ფარველი ანგელოზი, მაგრამ ყველა ოჯახს, ყველა სახლს აყავს თავის ფუძის ანგელოზი, ესე რომ ვთქვათ. ესე ეძახიან ხოლმე, ხო? მოდით ნახოთ, რისი თქმა სურთ თქვენს ფუძის ანგელოზს, ანუ თქვენი ფუძის ანგელოზი რას ხედავს ახლა თქვენს გარშემო, თქვენს სიტუაციას, როგორ ხედავს და რისი თქმა სურს, ხო? მას იქნება რამე საინტერესო სიტუაცია იყოს, რომელიც მნიშვნელოვანი იყოს დღეისთვის და აქტუალური თქვენთვის, რასაც იტყვის. მოდით ესე იგი დავიწყოთ სიგნიფიკაცია. ეხლა ამ ეტაპზე რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, ანუ ვინ ხართ თქვენ, რა სიტუაციები გაქვთ თქვენ. მე ვნახოთ ფუძის ანგელოზი თქვენ სიტუაციებს როგორ ხედავს, ანუ რისთვის არის ეს თქვენს ცხოვრებაში და რა თქმა უნდა რა სიტყვისობა ფუძის ანგელოზი რისი თქმა სურს. ვინ ხართ თქვენ? საკმაოდ ძლიერი ადამიანი ხართ, რომელსაც შეიძლება არაერთხელ ჰქონდა დიდი გამოწვევა, ანუ ნოლიდან დაწყების მდგომარეობა და საკმაოდ ძეთი ხართ, იცით, მე ესე ვიტყოდი, რომ მიუხედავად თქვენი სიძლიერისა და მიუხედავად თქვენი აი ამ მომენტის, როდესაც ყველაფერს მარტო ვაკეთებ და მარტო ვაგვარებ, ხო? და თითქოს რაღაცა არც არავინ არ არის საჭირო იმისთვის, რომ დამეხმაროს, რაღაც მომენტში მე ესე ვიტყოდი, რომ საკმაოდ სუსტიც ხართ. ან ნახეთ, სუსტი რა კუთხით? ემოციური კუთხით ხართ სუსტი. და რატო? იმიტომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს, როდესაც ესე ვთქვათ, შეიძლება ვიღაცას ჩახუტება, ხო, ვიღაცას მოფერება, ვიღაცას უბრალოდ იმის შეგრძნება, რომ ვიღაცა ზრუნავს მასზე, ხო, თუნდაც რაღაცა სიტყვიერი შექებაც შეიძლება ითქვას, ხო? როგორ ხედავთ თქვენი ფუძის ანგელოზი თქვენ, ხო, ანუ ვინ ხართ თქვენ? ადამიანი, რომელსაც მიუხედავად დიდი ბრძოლისა, მაინც აქვს თავისი სისუსტეები და ეს სისუსტეები გამოიხატება მის ესეთ რაღაცა შინაგან ემოციასთან დაკავშირებით. საკმაოდ სამართლიანი ადამიანი ხართ, საკმაოდ ესეთი მოწესრიგებული ადამიანი ხართ, შეიძლება ითქვას. ყველა მხრივ აბსოლუტურად ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცდილობს, რომ არ მოიქცეს ისე, რომ ვინმეს ატკინოს გული, ვინმეს რაღაცა არასწორად უპასუხოს, ხო, არასწორი ქმედება ჰქონდეს, ადამიანი, რომელიც აი ნახეთ, მე ეს ვიტყოდი, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც წინასწარ ძალიან ბევრს ფიქრობთ, ხო, ანუ არ შეგაზომ ერთხელ გაჭერის პოზიციის მდგომარეობაში ხართ ხოლმე, შეიძლება ითქვას და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაც მომენტში გინდოდეთ რაღაცის თქმა და გინდოდეთ რაღაცის გაკეთება, მაინც საკუთარ თავს მეორე პლანზე წევთ და ცდილობთ, რომ არაფერი არ თქვათ, თუმცა როცა გამოუვალი სიტუაცია გაქვთ, მაშინაც აუცილებლად სამართლიანად იქცევით, ანუ ისე არ იქცევით, რომ რაღაცა დაუზიანოთ სხვას, ხო, ვთქვათ, თუნდაც აფექტურ და გაბრაზებულ მდგომარეობაში. ვინ ხართ თქვენ? ძალიან მეოცნები ადამიანი ხართ, ადამიანი, რომელიც სულ რაღაცა შეიძლება ითქვას გეგმავთ სულ რაღაცნაირად, ხო, თითქოს აი როგორი მომენტიც მიუხედავად სირთულეებისა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც რომანტიკას რო არ კარგავს, ხო, მაინც რომ თვლის, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის რაღაცა ეს ემოციური რომანტიკული მდგომარეობა. ვინ ხართ თქვენ? ადამიანი, რომელსაც არ ეშინია გადაწყვეტილებების მიღების
არ ეშინია ურთიერთობების დაკარგვის, არ ეშინია რაღაცნაირად ვთქვათ სირთულეები ფინანსებში, ხო? ვინ ხარ თქვენ? ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომ ერთი ხელის მოსმით ჩაჭრას ყველაფერი, მაგრამ ნახეთ ეს ყველაფერი არის სამართლიანი. ცოტა არ იყოს და მე ესე ვიტყოდი რომ ცოტა უცნაური ადამიანი ხართ და რასთან მიმართებაში. შეგიძლიათ ყველაფერი მიიღოთ გადაწყვეტილება, სწორიც იქნება ის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებთ, მაგრამ აი რაღაცნაირად საბოლოო ჯამში მე ესე ვიტყოდი რომ შეიძლება უკან იხევდეთ. ხვდებით, აი შეგიძლიათ ჩაჭრათ, შეგიძლიათ გაუშვათ, შეგიძლიათ დაკარგოთ, შეიძლება ეს გააკეთოთ კიდევაც, მაგრამ მე რაღაცა დროის მერე არ ვიცი ეს რა მომენტი არის, უბრალოდ ადამიანი მოდის თქვენთან და მონანიების მომენტი გაქვთ თუ მონატრების მომენტი გაქვთ ამ ადამიანების მიმართ თუ სიტუაციის მიმართ, არ ვიცი რა შეიძლება დავარქვათ ამ ყველაფერს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩაჭრილი სიტუაციასთან მიმართებაშიც კი შეიძლება რომ უკან დაიბრუნოთ ეს ადამიანები. ნუ ალბათ ეს ზუსტად ის ილუზიაა, რომ გამოსწორებას ფიქრობთ, ხო? ბადიში ცოტა გაცებული ვარ და კლეთ. ხო და ნახეთ როგორ მომენტია, აი ზუსტად ის მომენტი, რომ გჯერათ რომ ადამიანმა, რომელმაც ერთხელ უკვე დანა დაკარტყა ზურგში, სავსებით შესაძლებელია რომ მოინანიოს და თქვენ მიიღოთ ის. ხო, უბრალოდ დაიბრუნოთ მასთან კონტაქტი და სხვათა შორის ერთი რაც გაქვთ ყველაზე შეიძლება ითქვას ცოტა ცუდი ამასთან მიმართებაში, კი ბატონო, ხა ყველიღაცას ზოგს ერთჩას აძლევენ, ზოგს 10 და ზოგს 50, მაგრამ ნახეთ ყველაზე ცუდი რა არის. შანსებს რომელსაც აძლევთ ადამიანებს, ხომ? ანუ შანსის მიცემა შეიძლება ადამიანი მიიღოთ, არ გინდოდეთ რაღაცა, ან ისეთი ახლობელი იყოს თქვენთვის, რომ ესე ერთი ხელის მოსმით არ გინდათ ამ ადამიანთან ურთიერთობის ბოლომდე ჩაჭრა და თუ კი გაანალიზა და თუ კი გაიაზრა ამ ადამიანმა ძალიან კარგია თქვენთვის, გიხარიათ, მაგრამ ნახეთ იგივენაირად, ანუ გამოცდილებას არ აქცევთ ყურადღებას ამ ადამიანს ჩაგარტყათ დანა ამას კი ხურავთ, გასაგებია რომ ვაპატიეთ, მაგრამ ისევ თლად ბოლომდე ისეთივე ნდობის აღდგენა და ისეთივე ნდობა ადამიანთან და ემოციების მიცემა ცოტა უცნაურია და ცოტა რაღაცა ისეთი ბავშვურად მიმაჩნია, ხო? იმიტომ რომ ერთხელ რო იკადრა, ნუ ყოველ შემთხვევაში უბრალოდ დააკვირდით მაინც რაღაცა პერიოდი და მერე დაუბრუნდით ისევ იმ ემოციებით იმ ადამიანს თუ მიხვდებით რომ ნამდვილად გამოსწორდა, მაგრამ ძალიან იშვიათია რომ ესე სწორად მოინანიოთ. ადამიანი რომელიც თქვენ ხართ ადამიანი რომელსაც არის ყოველთვის გამარჯვებისკენ იბრძოლოს, ხო? მიუხედავად ჩემი სირთულეებისა, მიუხედავად ჩემი პრობლემებისა, მე მზად ვარ ვიმოქმედო წარმატებისკენ, ვიმოქმედო ბედნიერებისკენ, ხო? აი ნახეთ, მე თქვენ ხართ ადამიანი რომელიც ყველა დაცემის შემდეგ შეიძლება უფრო გაორმაგებულად იბრძოდეს თავისი მიზნისკენ. აი რაღაცა ეს მომენტი მოდის. ყველა დაცემის შემდეგ უფრო მეტად უჩნდებოდეს თუნდაც იმის სურვილი, რომ წინ წავიდეს, ხო, უფრო უკეთესობისკენ წავიდეს მისი ცხოვრება. კარგით, რას ხედავს თქვენი სახლის ანგელოზი? თქვენ სახლთან მიმართებაში, ოღონდ მოდით ესე ვთქვათ, სახლთან მიმართებაში რას ხედავს? თქვენ სახლის ენერგიებთან მიმართებაში. რას ხედავს და მე გეტყვით იმას, რომ შეიძლება თქვენი მფარველი
კი არა და სახლის ანგელოზი ხედავთ ის იმას, რომ გზები და შანსები, რომელიც გააქვთ და რომელიც წესით და რიგით უნდა იყოს გახსნილი მატერიალური კუთხით, პირადი ურთიერთობების დაალაგებით, აქ რაღაცნაირად ეს ენერგიები არის დასრულებული, განადგურებული, შეიძლება ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ახლა პენტაკლების ტუზი და შემდეგ მოდის კოშკის არკანი. აქ თითქოს ესე ვიტყოდი, რას ხედავს? აქ ხედავს იმას, რომ თქვენი მატერიალ თქვენი ოჯახთან, ანუ ნახეთ სახლის ანგელოზის სახლთან მიმართებაში რას უყურებს, რომ თქვენს ფუძეს აქვს მოპარული ენერგიები, ხო? ეს არის, უფრო მე ესე ვიტყოდი, რომ ეს არის უფრო მთვარეც, ესე იგი პენტაკლების ტუზი კოშკი, 10-იან პენტაკლები მთვარე, რას ხედავს 4. აქ უფრო ფინანსური კუთხით შეიძლება ვთქვათ, 9-იან პენტაკლებით. ნახეთ, რას ხედავს? შეიძლება აქ იყოს უფრო ფინანსური კუთხით სიტუაცია ჩაკეტილი და ნახეთ როგორი მომენტია. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს ფინანსური პრობლემების მდგომარეობა აქვს, შესაბამისად ძალიან რთულია ოჯახში სიმშვიდის შენარჩუნება, ხო? ანუ სტაბილურობა მეუღლესთან, შვილებთან, იმიტომ რომ სულ რაღაცა დანაკლისია, სულ რაღაცა პრობლემა არის, სულ რაღაცა არ ყოფნის, ვერ ვაკმაყოფილებთ ყველას მოთხოვნას, რაღაცნაირად და საბოლოო ჯამში ყველას მოთხოვნა რომ დავაკმაყოფილოთ, რჩებით ჩვენ გაღიმებულები, ხო? ანუ ჩვენს მოთხოვნას ვეღარ ვაკმაყოფილებთ, ეს მომენტი არის. მაგრამ გარდა ამისა, ხა ვისაც არ ყავს მეუღლე და ვისაც არ ყავს ოჯახი, ხო, არიან ესეთი კატეგორია, მათთვის არის ეს მომენტი, ნახეთ. როდესაც თქვენ გაქვთ ფინანსური ქაოსის მომენტი და როდესაც თქვენ ცოტა ფინანსურად კარგავთ სიძლიერეს, შეიძლება ესე ითქვას, მაშინვე გეწყებათ შიშები, მაშინვე გეწყებათ რაღაცა ესე ვთქვათ ენერგიების ჩაჭიდება განსაკუთრებით მატერიალურ ენერგიებთან მიმართებაში და საბოლოო ჯამში კარგავთ უფრო მეტს, ვიდრე შეიძლება რომ იყოს. ნახეთ რა მომენტი არის და კარგავთ მეტს. ეს არის ურთიერთობა, ვთქვათ, პირადი ურთიერთობასთან მიმართებაში, იმიტომ რომ გადავდივართ აგრესიულ ფონზე, ანუ გადავდივართ ისეთ მომენტზე, როდესაც მინდა რომ უფრო მეტი ვიმუშაო და დრო უფრო მეტი ჩავდო სამუშაოზე და შესაბამისად პირად ურთიერთობას ნაკლებ დროს ვაქცევთ და ანუ პარტნიორი ამ შემთხვევაში უკმაყოფილოა. ან არის ისეთი მომენტი, როდესაც საერთოდ უპარტნიოროთ ვართ, იმიტომ რომ არ გვაქვს იმისი დრო და იმისი თავი და არც რესურსი და არც სურვილი, რომ რაღაცა ჩვენი კარიერა გვირჩევნია წავიდეს წინ, ვიდრე რაღაცა პირადი მომენტი და ანუ არის ის მომენტი, რომ ეხა ამის დრო არ არის, ესეთი შეგრძნების მდგომარეობაც. და კიდევ რა მომენტი არის, იცით, აი ნახეთ, გარდა პირადისა, ნახეთ, როდესაც თქვენი ეს გზების მდგომარეობა და ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ მატერიალურად ძალიან კარგად ვარ და რაღაცნაირად ასე თუ ისე ვასტაბილურებ, ხო? კი ბატონო, შეიძლება ეს მომენტიც იყოს, მაგრამ ნახეთ როგორი რაღაცა არის. აქ არის სიტუაცია, როდესაც ერთ მხარეს, რომელსაც ასტაბილურ და პირადთან ვერ ვლაგდები, ხო? კი ბატონო, თქვენ დაასტაბილურეთ მატერიალური, რა თქმა უნდა, ზუსტად იგივე მომენტია. თქვენ დააბალანსეთ მატერიალური, თქვათ მატერიალურზე არის გაკეთებული, ხო, რაღაცა წართმეული ენერგიები, ვიღაცა შეიძლება შურს თქვენი, ვიღაცა შეიძლება უბრალოდ აინტერესებს, როგორ შეგიძლიათ, თქვათ, არჩინოთ ამ ხელა ოჯახი, ან რას აკეთებთ, ესეც რომ აქ ადამიანი დღე და ღამე, თქვათ, შრომაში ხართ და ხალხს გონია რომ არც არაფერს არ აკეთებთ, იმიტომ რომ შეიძლება სახლიდან მუშაობთ და ვფიქრობენ რომ სახლში დიასახლისი ხართ მხოლოდ და მეც არაფერს არ აკეთებთ, ხო? ამ დროს პირიქით ონლაინ სამუშაო გაქვთ და შეიძლება 24/7-ზე კომპიუტერთან ხართ ჩართული. ნახეთ, რას გეუბნებათ თქვენი სახლის ანგელოზი და ფუძის ანგელოზი, იმას რომ
ცოტა გამოფხიზლება გჭირდებათ. აქ უნდა დაინახოთ გზები, რომ თქვენ მოძებნოთ სიტუაცია, რატომ ვერ ლაგდებით ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. არა ის მომენტი, რომ რაღაცნაირად შევიქმნათ კომფორტის ზონა ამ სიტუაციაში და რაც მაქვს ამითაც კმაყოფილი ვარ და სულაც არ მაინტერესებს, ხო? კიდევ რა მომენტი არის, იცით, ნახეთ, აი აქ თითქოს სახლის ენერგიებთან მიმართებაში, ესე გეტყვით, არის სულ სიმძიმე. როდესაც სახლში შედიხარ, თითქოს რაღაცა სიმძიმე მოდის, ხო, თქვენთან. რაღაცა შეიძლება სისუსტეს გრძნობთ, შეიძლება სუძილიანობა გინდათ, შეიძლება რაღაცა ბევრს ფიქრობთ სხვადასხვა სიტუაციაზე, ხო? აი სახლის ანგელოზი ზუსტად მაგას ამბობს, რომ თქვენ თითქოს თავს აჯერებთ იმას, რომ ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი ნორმაშია, ну რაღაცა თუ არ გამოდის, ესე იგი არ გამოდის, იმიტომ რომ არ ვიმსახურებ, რაღაც შეიძლება ეს მომენტიც იყოს, ან უბრალოდ არ გამოდის, იმიტომ რომ მე ვარ რაღაცაში დამნაშავე. ну სავსებით შესაძლებელია არ იყოს. სავსებით შესაძლებელია რომ აქ იყოს ის მომენტი, როდესაც ვიღაცა უბრალოდ თავისი ორი სიტყვის ჩაიჩურჩულებს და თქვენთან ეს ძალიან მძიმედ მოდის. შეიძლება ვიღაცა თვალითაც გჭამთ, ესე რა ვთქვათ, ხო, არის ეს მომენტი. შეიძლება ითქვას, რომ აქ ვიღაცისთვის იყოს ის მომენტიც, რომ ეს იყოს საგვარეულოდ დასალაგებელი მდგომარეობა, ხო? აქედან გამომდინარე, მე ესე ხედავ აქ სიტუაციას, რომ თქვენ გაქვთ შანსები, თქვენ გაქვთ ალტერნატივის მდგომარეობა, მაგრამ აი ამ ალტერნატივას თითქოს ვერ ხედავთ. აი როგორი მომენტია, თქვენ მფარველი სახლის ანგელოზი გეუბნებათ, რომ შენ გაქვთ ძალიან დიდი შესაძლებლობები და დაინახე, რომ ეს შესაძლებლობები უბრალოდ წართმეული გაქვს. ის შიშები, რომელიც გაქვს ეხლა ამ ეტაპზე, ეს არ არის შენი რეალური შიშები, ეს არის ვთქვათ შიშები, რომელიც შემოვიდა თქვენში, ხო? ის რომ რაღაცა მომენტში კი ძალიან კარგია რომანტიკას რო არ კარგავთ და ძალიან კარგია რომ და ადამიანებთან დობის ფაქტორსაც ცდილობთ რომ ყოველთვის აღადგინოთ, მაგრამ ხანდახან საჭიროა დაიცვათ თქვენ, იმიტომ რომ ნახეთ როგორი მომენტია. არის ხანდახან ესეთი სიტუაცია, როდესაც ადამიანი ჩვენ ცოტა ცუდად გვექცევა, ან რაღაცა ვთქვათ, გავუშვით, ხო, ეს კონკრეტული ადამიანი თავისი ტყუილების გამო, თავისი რაღაცა პრობლემების გამო, რომელიც საც თქვენ თავზე გახოვდათ და თქვენ გაგვარებინებდათ, რაღაცა მომენტში მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაუშვათ, იმიტომ რომ თქვენი სათქმელი თქვით და თქვენ კი არ გინდათ, შეიძლება გაშვება, მაგრამ თქვენს მიერ მას სიტყვებმა, როდესაც ადამიანს სიმართლე უთხარით, ადგა და დაიხურა ქუდი, ხო? მაგრამ მე რაღაცა პერიოდს მერე დაბრუნდა. შესავსებით მომენტი არის ისეთი, რომ როდესაც თქვენთან კომუნიკაცია გქონდა ამ ადამიანს, ეს ადამიანი თქვენი რესურსით იკვებებოდა. შესაბამისად, თქვენგან წასვლის შემდეგ მას ყოველდღიურად გადაუკეტეს ჟანგბადით, ხო? ჟანგბადი თუ გადაეკეტა, ეს ვეღარ სუნთქავს. შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს ჟანგბადის ბალის ახლოს, იმისთვის რომ კვლავ იკვებოს ამ ენერგიებით. აი, ამიტომ თქვენ გეუბნებათ თქვენი სახლის ანგაროძე, რომ დააკვირდით ვის უშვებთ სახლში, დააკვირდით ვისთან გაქვთ კომუნიკაცია, დააკვირდით რა გინდათ თქვენ, დააკვირდით თქვენ შიშებს, ხო? რას გართმევთ? ნახე, როგორი მომენტია, შეიძლება თქვენ მფარველი ანგელოზი თვითონვე გაცილებდეთ, თქვენი სახლის ანგელოზი თვითონვე გაცილებდეთ ისეთ კონკრეტულ სიტუაციას, კონკრეტულ მდგომარეობას, მაგრამ თქვენ ებღაუჭებით, ხო? თქვენ არ უშვებთ, არა და რეალურად თითქოს რომ დააკვირდეთ ნიშნებს და სიტუაციას, მიხვდებით, რომ ეს სამყარო განთავისუფლებთ რაღაცა სიტუაციებიდან. პლუს მაგას თქვენ არ აკვირდებით თქვენს ზოგად ენერგიას, როგორ გრძნობთ სახლში თავს, ხო? შესაბამისად, თუ ცუდად გრძნობთ თავს სახლში, აუცილებლად სჭირდება ამას განულება, გასუფთავება, მოწესრიგება, ხო? სხვადასხვა მეთოდებით, ძალიან ისეთი შეიძლება ითქვას, რომ აი ვიღაცისთვის შეიძლება წყლის ენერგიაზე იყოს საუბარი, ვიღაცისთვის მიწის ენერგიაზე, ვიღაცისთვის ცეცხლის, ხო? ყოველ შემთხვევაში ნახეთ, თქვენ სახლს სჭირდება ესე ვთქვათ, განიავება. შეიძლება ძალიან ბევრი შიშის მდგომარეობაც არის დაგროვილი თვითონ სახლში და ეს შიშის მდგომარეობაც ნახეთ, როგორი მომენტი არის.
როდესაც გვეშინია რომ აი ჩვენ ვინმესთვის საჭიროები არ ვიყოთ, ჩვენ ვინმესთვის რაღაცა ხვალე ჩემი შვილი გახდება 18 წლის და სრულწლოვანი მერე რო წავიდეს და მე აღარ დავჭირდები რაღაცა თვითრწმენის მდგომარეობაც შეიძლება იყოს ხო თავდაჯერებულობის მდგომარეობაც. არა და ნახეთ როგორი მომენტი არის რეალურად არ უნდა იყოთ ესე თქვენ, მაგრამ ნუ ალბათ აი ეს რაღაცა ემოციური მომენტები ცოტა ისე გაქვთ. კარგით, მოდით აბა ვნახოთ. ფუძის ანგელოზი. რა გაფრთხილებას გაძლევთ? რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სახლში? კონკრეტულად რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სახლში? რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სახლში? რას არა ვის? კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ მამაკაცს უნდა მიაქციოთ ყურადღება. შესაძლებელია ამ მამაკაცთან ურთიერთობა აღარც გქონდეთ და ეს ადამიანი თქვენი ცხოვრებიდან ნამდვილად წარსულში მოიტოვეთ და დაასრულეთ. ვიღაცისთვის შეიძლება ეს ყოფილი მეუღლე იყოს, ვიღაცისთვის შეიძლება ეს რაღაცა ყოფილი შეყვარებული იყოს. ნახეთ, როგორ ჩანს, რატო უნდა მიაქციოს ამას ყურადღება. შეიძლება რატო უნდა მიაქციოს ამას ყურადღება. ნახეთ, მოდით ესე გეტყვით. ნახეთ, მოდით ესე გეტყვით, რატო უნდა მიაქციოთ ამას ყურადღება. მოკლედ, თქვენი ფუძის ანგელოზი გეუბნებათ იმას, რომ მიაქციოთ კონკრეტულ ადამიანს. ნახეთ, რას კი არა და ვის. ჯერ ვის და მერე ვისგან რას. ეს არის სიტუაცია, როდესაც ვიღაცისთვის შეიძლება ხო გეუბნებით მეუღლე იყოს, ვიღაცთვის შეიძლება მამაც იყოს, თქვათ ხო, ანუ მამრობითი სქესის, ანუ ესე რომ თქვათ ადამიანი რომელიც ეხა ამ ეტაპზე შეიძლება თქვენთან სიშორეზე იყოს, არ იყოს თქვენთან ახლოს ისეთი, ან შეიძლება ერთჯერ ქვეშად ცხოვრობდეთ, მაგრამ ენერგეტიკულად შორს იყოთ ერთმანეთისაგან, იმიტომ რომ ეს ადამიანი ხედავს თქვენში ძალიან დიდ პოტენციალს და ადამიანმა მოინდომა თქვენი ენერგიის წაღება. რითი მიაქვს ეს ენერგია? ნახეთ, აქ შესაძლებელია მანამდე რაღაცა არც ახლა ამ წუთას ისეთი მომენტი, მაგრამ შესაძლებელია აქ რაღაცა სამკუთხედის სიტუაციის მდგომარეობა იყოს. ვიღაცისთვის შეიძლება პარტნიორი იყო და აქედან გამომდინარე დაბინძურდა, მე არ ვიცახი რომ ვინმეს რამე მაგიური ამ პარტნიორზე გაკეთებული და ასე უნდა. არა. ნახეთ, დაბინძურდა ენერგეტიკა, იმიტომ რომ ადამიანი შემოდიოდა სახლში ნეგატიური ენერგიებით, ხო? ანუ მესამე პირის ენერგიებით. შესაბამისად, აი აქ თქვენ გჭირდებათ დააკვირდეთ, ვინები შემოდის. შესაძლებელია თქვენი კონკრეტული პარტნიორი არ იყოს და თქვენი თქვათ ოჯახის წევრი არ იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შემოდის ვიღაც მამრობითი სქესის ადამიანი, რომელსაც შემოაქვს თქვენთან რაღაცა ეს ნეგატიური მომენტები, ხო, რაღაცა შეიძლება თვალის მომენტი, შეიძლება რაღაცა შურის მომენტი, ხო, რაღაც გქონდათ ან გაქვთ ან ხშირად გეთხოვებათ რაღაცნაირად სხვადასხვა ნივთებს, ხო? აი ამას მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ თქვენ როგორც ჩანს გყავთ კონკრეტული ენერგიის მყარავი ადამიანი და თქვენს ფუძის ენერგიას აშკარად ადამიანი იპარავს, რომელთანაც აუცილებლად გჭირდებათ რომ დისტანცირება დაიცვათ, იმიტომ რომ ეს ადამიანი, არ ვიცი, მე თქვენ ემოციური კუთხითაც გპარავთ რაღაცებს და ასევე მატერიალური კუთხითაც ხვდებით, ანუ თითქოს აი ადამიანი მოდით ესე ვიტყვი, არ ვიცი ხა ვისგან რა საჩუქარი გაქვთ მიღებული, მაგრამ აი რაღაც თითქოს ეს არის საჩუქარი, რომელიც არც ჭიქა გაჩუქათ, ვინმე ვაზა გაჩუქათ, რაღაცა ისეთი არის, რაც
წყალთან ურთიერთობა შეიძლება ყვავილები გაჩუქათ და რწყავთ ამ ყვავილებს, ხო? ანუ არის ესეთი მომენტი, როდესაც ქოთნის ყვავილის მდგომარეობა არის, ხო? ან ნახეთ, რაღაცა არის კონკრეტულად რაღაც წყალთან დაკავშირებული, რაც თქვენ სახლში შემოიტანეს და აი ეს ენერგეტიკულად გპარავთ. ეს არ არის კონკრეტული თქვათ პირობითად რაღაცა ჯადოს მომენტი, მაგრამ ეს არის რაღაცა წყარო, საიდანაც ენერგია უბრალოდ გაედინება, ხო? წყარო, საიდანაც ენერგეტიკულად აძლევთ, ესე ვიტყოდი, ამ ადამიანს, ხო? ან შესაძლებელია ემოციურ, ნახეთ, წყალთან კიდე პლუს მაგას, აი შეიძლება ისეთი ადამიანი იყოს, რომელიც ემოციურ კარუსელზე გამყოფებთ, ხო? რაღაცა ცოტა მოვა ენერგეტიკულად რაღაცა წაიკლასუნებს, ხო, როგორ ქვია მაგას, ანუ მოგთაფლავთ, მე ისევ რაღაცა წავა, ხო? აი თითქოს სულ იმის თქვენი შინაგანი გაუფასურების მომენტს რო ცდილობს, ხო, თან პლუს მაგას, აი თან მომწოხარ მიყვარხარ უშენთ ვერ, მაგრამ თან ამავდროულად გაუფასურებას. აი აქ კონკრეტულ ურთიერთობაზეა საუბარი. ისე რომ თქვენ სახლში მიაქციეთ ყურადღება, ვინ შემოდის, იმიტომ რომ აქ ადამიანი არ არის სულად ბოლომდე კარგი ენერგიები, დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად მიხვდებით. შეიძლება დააკვირდეთ იმასაც, რომ დააკვირდეთ იმ მომენტსაც, რომ აი მაგ ადამიანთან ურთიერთობის დროს რაღაცა უფრო ცოტა მძიმდება სახლში, კიდე უფრო მეტად ენერგია. შეიძლება ითქვას, რომ მატერიალურად რაღაცა მასისხეს მომენტს შეიძლება გიბრუნებთ, მაგრამ აი ეს დაბრუნებაც საბოლოო ჯამში მაინც თქვენ დაზარალებული ხართ და ხარჯები მეტი გაქვთ, ხო? ანუ თქვენი სახლის ანგელოზი გაფრთხილებთ იმას, რომ თქვენ კონკრეტულად გყავთ ადამიანი, რომელიც შემოდის თქვენს სახლში და რომელიც ახერხებს, რომ თქვენი ფინანსური ენერგიები წაიღოს და ნახეთ, კარგად დააკვირდით, ფინანსური ენერგიები წაიღოს და ამ ფინანსური ენერგიებიდან გამომდინარე მერე იწყება დანარჩენი სხვა პრობლემები, რაც კი შეიძლება. ამიტომ როგორც კი გადართული ხართ ფინანსებზე და ვიღაცებმა შეიძლება დაალაგებულადაც კი გაქვთ ფინანსური სიტუაცია და საკმაოდ კარგად გაქვთ ყველაფერი, მაგრამ პირადში არ გაქვთ, მაინც ეს მომენტი არის. ნახეთ, თქვენ უბრალოდ მთელი რესურსი გადაიტანეთ ფინანსურში და ის რაღაცა ენერგიები, რომელიც ჭირდებოდა პირადს, აღარ დაიტოვეთ, აღარ დაგვრჩათ და აქედან გამომდინარე ურთიერთობაც ვერ ლაგდება. აი აქ რაღაც ეს მომენტი ტრიალებს, ისე რომ გადახედეთ, ალბათ ვიღაცისთვის საკმაოდ საინტერესო ინფორმაციის მდგომარეობაც არის, სადაც რაღაც კითხვებთან მიმართებაში მაინც შეიძლება გაგეცათ პასუხი. მე რა თქმა უნდა, ბედნიერებას გისურვებთ თითოეულ თქვენთაგანს. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ მსგავსი მანიპულატორი, მსგავსი ესეთი არასტაბილური ადამიანები არ ყავდეთ გვერდით, ძალიან კარგი იქნება თქვენთვისაც, თქვენი ფინანსური ენერგიებისთვისაც და თითოეულ თქვენთაგანს უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ გამოწვეული გაქვთ ჩემი არხი და დროებით გემშვიდობებით.